აბა მოგესალმებით ყველას. ჩვენ ახლა ვისაუბრებთ იმ ადამიანებზე და იმ მოვლენებზე საქართველოს ისტორიიდან და საქართველოს კულტურიდან, რომელსაც რაღაცა მნიშვნელობა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ანუ ვილაპარაკებთ ადამიანის როლზე საზოგადოებაში. როგორ ესმოდათ სხვადასხვა ეპოქაში ადამიანის მოვალეობა საზოგადოებაში, ადამიანის დანიშნულება. საერთოდ როგორ იგებდნენ რა არის ადამიანისა და სამყაროს, ადამიანის და საზოგადოების, ადამიანის და ღმერთის ურთიერთმიმართება. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად ესმოდათ ეს. მთელ მსოფლიოში ასე იყო. საქართველოშიც გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა ამან ყველაფერმა. ამიტომ მე ახლა რაღაცებს მოგიყვებით თქვენ ისეც, რაც სკოლაში არის სწავლება, რაც თქვენ არიცით თქვენი სასკოლო პროგრამიდან და თუ რამე დაგაინტერესებთ ისე შუა საუბარში შეგიძლიათ ხელი აწიოთ, გამაწყვეტინოთ, კითხვა დასვათ, თქვენი აზრი გამოთქვათ, მოგერიდებათ ნურაფრის. ეს არ არის რაღაც გაკვეთილი და არ არის ისეთი ოფიციალური ლექცია. ჩვენ უბრალოდ ვისაუბრებთ რაღაც სხვადასხვა ამბებზე საქართველოს კულტურიდან. ეხლა ეს საუბარი შეიძლება თქვენთვის რაღაც ნაწილი იყოს ძალიან უცხო, ზოგის საინტერესო, ზოგი უინტერესო თუ რამე თქვათ განსაკუთრებით დაგაინტერესებთ და მე უცბად სხვა რამეზე გადავედი, იმიტომ რომ ვერ მივხვდი რომ ეს თქვენთვის საინტერესოა, შეგიძლიათ გამაჩეროთ და მითხრათ და თქვათ იმაზე გავაგრძელებთ, თუ ასეთი რამე იქნება. ეხლა მე მინდა თქვენ ერთი პატარა ისტორია გიამბოთ მე-18 საუკუნის ბოლო წლებიდან საქართველოში ამ პერიოდში. ეხლა თქვენ ალბათ ისტორიიდან იცით, რომ საკმაოდ რთული პერიოდები აქვს ამ ქვეყანას გავლილი და ეს ის პერიოდია, როდესაც მთავრდება ფეოდალური მონარქია საქართველოში. როდესაც მონარქია უკანასკნელ წლებს ითვლის და აი ამ დროს საქართველოში ვინც კი აზროვნებს და ვისაც გულის შეტკივა ქვეყანაზე, ყველა ფიქრობს რა უშველოს ამ ქვეყანას, იმიტომ რომ მაშინაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ქვეყანა და პატრიოტი ადამიანები ფიქრობდნენ როგორ უნდა გადარჩენილიყო და რა გზით უნდა წასულიყო საქართველო, რომ განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო. საკმაოდ ჩამოქჩენილი ქვეყანა იყო ამ დროს, რადგან ჯერ კიდე აი იმის მერე რაც დაინგრა დავითის და თამარის საქართველო იმ შემოსევების მერე, ჯალალედინის, მონღოლების და სხვების, მერე საქართველო ფაქტიურად წელში ვერ გაიმართა. აი თქვათ მე-13-დან მე-16 საუკუნემდე ჩვენ ერთი ხელნაწერიც კი არ აგვაქვს შემორჩენილი. არაფერი თითქოს არ შექმნილა ისეთი განადგურებული იყო საქართველო. სწორედ მაშინ, როდესაც ევროპაში აღორძინება იწყებოდა. ანუ ყველაზე დიდი კულტურული მოძრაობა, რომელმაც შექმნა აი ის დიდი ევროპული კულტურა, ჩვენ რო ასე ძალიან გვიყვარს და ასე მოგწონს. აი ამ დროს საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება იყო. მერე ცოტა განვითარდა, ცოტა შეიცვალა, მაგრამ აი მე-18 საუკუნის ბოლო წლებში რუსეთის იმპერიაში უკვე მომზადდა გეგმა, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო რუსეთის გუბერნია და ამიტომ სახელმწიფოებრიობა უნდა გაუქმებულიყო საქართველოში. ეს ჯერ ქართველებმა არ იცოდნენ. ეს გეგმა ჯერ პავლე იმპერატორის დროს მომზადდა, მაგრამ შემდეგ გამოცხადდა უკვე ალექსანდრე პირველის მანიფესტის სახით 1801 წელს. ეს გეგმა მართალი არ იცოდნენ, მაგრამ საქართველოში, როგორც გითხარით, ჭკვიანი და გულშემატკივარი და პატრიოტი ადამიანები ფიქრობდნენ იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ქვეყანა. ეხლა მე თქვენ გიამბობთ ერთი საინტერესო პიროვნების შესახებ, რომელიც ნაკლებად იცის თქვენმა თაობამ და საერთოდ ფართო საზოგადოებამ, ეს არის ქართკახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის ვაჟი. მას ერქვა იოანე ბატონიშვილის სახელით არის ცნობილი. რა თქმა უნდა, ბაგრატიონის გვარის წარმომადგენელია ის, მაგრამ როგორც უფლისწულებს ბატონიშვილებს უძახდნენ ხოლმე საქართველოში და იოანე ბატონიშვილი, აი ასეთი ზედწოდებით არის იგი ცნობილი. სწორედ აი მე-18 საუკუნის უკანასკნელ წლებში, უფრო ზუსტად 1799 წელს ამ კაცმა დაწერა წიგნი, ფაქტიურად წიგნია ესა, რომელსაც ქვია ჯულდება, ანუ კანონთა კრებული. როგორი უნდა იყოს საქართველო ამაზე. და სხვათა შორის პირველად მაშინ აი ამ წიგნში არის ესეთი ტერმინი განათლების მოხელე, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ყველაფერი, რაც განათლების სისტემაშია, რადგან მისი აზრით ამ ქვეყანას უშველის მარტო განათლების სისტემის მოწესრიგება და უფასო და საყოველთაო განათლება ყველასთვის. აბსოლუტური თანასწორობა, რასაც ეს ბატონიშვილი ფიქრობდა საზოგადოებაში რომ აუცილებელი იყო, აი ეს იყო მისი აზრით წინაპირობა იმისთვის, რომ შექმნილიყო ნორმალური სიტუაცია და ქვეყანა განვითარებულიყო იმ გზით, რომელთაც ვითარდებოდნენ ევროპული ქვეყნები. ეხლა რა იყო კონკრეტულად ამ სჯულდებაში? აი აქ ესეთი რაღაცა ეწერა, რომ საქართველოში უნდა გახსნილიყო სასწავლებლები.
დიდ ქალაქებში, აი ვთქვათ, თელავში, გორში, თბილისში, ამ სასწავლებლებში მნიშვნელობა არ უნდა ქონოდა არავითარი სოციალურ მდგომარეობას. უნდა შექმნილიყო ბიბლიოთეკები და მუზეუმები, უნდა დაარსებულიყო გაზეთი, ორკვირიანი გაზეთი, უნდა შექმნილიყო უმაღლესი სათათბირო ორგანო, ანუ პარლამენტზეა ფაქტიურად ლაპარაკი, რომელშიც შევიდოდა საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის ბურჟუაზიის და საერთოდ ბურჟუაზიის განვითარებაზე და წახალისებაზე ფიქრობდა ეს კაცი. და აი როგორც გითხარით, განათლების სფეროს მიხედვა წარმატება იყო მისთვის მთავარი მიზანი. ეხლა მე არ მინდა გიამბოთ თქვენ დეტალები ამ კანონ პროექტის შესახებ. თუ ოდესმე დაინტერესდებით, თქვენ თვითონ შეგიძლიათ ეს ნახოთ, თქვათ ენციკლოპედიებში ან გამოცემულიც არის. თვითონ ეს კაცი, ვინც ამას წერდა, ეს ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეომარი მაშინ საქართველოში. ეს იყო კაცი, რომელმაც გადაარჩინა ბაბუამისი ერეკლე მეორე ტყვედ ჩავარდნა 1795 წლის ცნობილ ბრძოლაში. და მან ძალიან ბევრჯერ დაამარცხა ლეკები, რომლებიც უტევდნენ მაშინ აღმოსავლეთ საქართველოს და ხშირად იტაცებდნენ აქედან ადამიანებს, იპყრობდნენ სოფლებს, მიქონდათ ალაფი. ძალიან ბევრს იბრძოდა ეს კაცი. იყო ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი და თვითონ იყო ძალიან ძლიერი, როგორც მეომარი, მაგრამ იყო ძალიან ტრაგიკული პიროვნება. აი ეს არის ამ კაცის სურათი, რომელიც დიდი ხნის მერეა პეტერბურგში შესრულებული. ეს სურათი მის ახალგაზრდობას არ ასახავს. მისი ახალგაზრდობის სურათი მაშინ, როდესაც ის იბრძოდა ამ ლეკების წინააღმდეგ, ამარცხებდა მათ და ტყვედად შეიპყრო მათი სარდლები, ეს მისი ახალგაზრდობის არ აგვაქვს. ეხლა აქ უკვე აი თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ხელში ნახოთ. აქ ეს ადამიანი ჩანს იმ დროის, აი თქვათ, პეტერბურგში რა მოდაც იყო იმ ვარცხნილობით, იმ თქვათ, მედლით და ასე შემდეგ. მაგაზე მე ვისაუბრებთ, აი ეს ნახეთ თუ გაინტერესებთ, ხო და ტრაგედია მის იმაში მდგომარეობდა, რომ მთელი ის გეგმები და ოცნებები, რაც ამ კაცს ჰქონდა, განუხორციელებელი უნდა დარჩენილიყო, რადგან ჯერ არ იცოდნენ სამეფო კარზე რატომ, მაგრამ გიორგი მე-12 რო გარდაიცვალა, რუსეთის საიმპერატორო კარმა მოითხოვა ქართველი უფლისწულების პეტერბურგში ჩასვლა, ვითომ გასასაუბრებლად და ასარჩევლად ტახტის მემკვიდრის თუ რაღაც ასეთი, მოკლედ სინამდვილეში ისინი მოატყუეს, გაიწვიეს რუსეთში და იქიდან აღარასოდეს უკან დაბრუნების ნება არ მისცეს, რადგან რუსეთს ეშინოდა აქ სამეფო კარის შთამომავალი რო ყოფილიყო, რომ იგი მერე არ ასულიყო სამეფო ტახტზე, რადგან გიორგი მე-12-ის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი გაუქმდა და გამოცხადდა ქართლ-კახეთი რუსეთის გუბერნიად, შემდეგ დასავლეთ საქართველოს რამდენიმე წლის შემდეგ. ივანე ბატონიშვილი 1801 წელს თავის ძმებთან ერთად გაიწვიეს რუსეთში, იგი იძულებული გახდა რომ წასულიყო და როდესაც გზაში გაიგეს მათ პავლეს გარდაცვალება და როდესაც ჩავიდნენ იქ, ბოლოს მათ გამოუცხადეს ეს ალექსანდრე პირველის ცნობილი მანიფესტი, რომ მეფობა გაუქმდა, გამოცხადდა ქართლ-კახეთი რუსეთის გუბერნიად და ისინი სამუდამოდ უნდა დარჩენილიყვნენ რუსეთში, ქართველი უფლისწულები, ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდებოდნენ სამშობლოში და 5 ქალაქი დაუსახელეს, სადაც შეეძლოთ მათ ეცხოვრათ. სხვაგან ისინი ვერ იცხოვრებდნენ. სხვათა შორის ივანეს ადიუტანტი ყავდა, ადიუტანტი ყველა ასეთ დიდ, ну ასე ბატონიშვილებს ყავდათ, ერთი გაბრიელ რატიშვილი, რომელმაც მერე დაწერა სხვათა შორის ეს ისტორია და იქ წერს, რომ კაცი, რომელმაც ეს ბრძანება წაიკითხა, ბატონიშვილებს ვინც გააცნო ეს ბრძანება, ერთი რიგითი რუსი ჩვეულებრივი ისეთი არც იცოდა მან ვინ იყო ესენი, წესიარად არ იცოდა არაფერი საქართველოს შესახებ. რას კითხულობდა, ისიც არ იცოდა, რა შინაარსი იყო ამ ბრძანების. და ის გაბრიელ რატიშვილი ყვება, რომ ისეთი სასოწარკვეთილება დაინახა ამ რუსმა, რომ ტირილი დაიწყო თვითონ, ვინც ეს ბრძანება წაიკითხა. ისეთი რამე დაინახა. ესე იგი, ეხლა, როდესაც ესენი დარჩენ რუსეთში, იქიდან საქართველოს არანაირი დახმარება რეალური არ შეიძლებოდა. შეუძლებელი იყო იქიდან რამე არსებითი გაეკეთებინათ. ამიტომ აი ეს პიროვნება ივანე ბატონიშვილი მთელი ის პერიოდი, ის გარდაიცვალა 1830 წელს, ანუ 30 წელი ცხოვრობდა ემიგრაციაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ან თარგმნიდა, ან წერდა. და მან დაწერა ერთი ძალიან დიდი წიგნი, ნაშრომი. ეხლა 4 აი ამ სისქე ტომად არის გამოცემული. მას ქვია ხუმარსწავლა. ადრე სანამ მთლიანად აღმოაჩენდნენ ამ ხელნაწერს, მხოლოდ ნაწილი
იყო ცნობილი და არ იცოდნენ ეს სათაური რო ეწოდებოდა და მას უწოდებდნენ კალმასობას, ამიტომ აი ამ სახელით არის ხშირად ცნობილი, რადგან იწყება ეს წიგნი იმით, რომ ორი ადამიანი მიდის საკალმასოდ, ანუ მოსარეწველად პურისა, ეს არის იგივე მათხოვრობა, პურის ან სარჩოს შეგროვება მონასტრისთვის. ეს გავრცელებული რამ იყო ასე საკალმასო ციარული, ანუ რაღაცა სარჩოს აგროვებდნენ მონასტრებისთვის და ორი ადამიანი, იოანე ბერი, იოანე ხელაშვილი, ეს არის ისტორიული პიროვნება და ერთი გლეხი, ზურაბ ახამბარაშვილი, შემთხვევით ხდებიან ერთმანეთს გზაში და ეს იოანე ეუბნება, რომ მე მივდივარ ესე საკალმასოდ, ანუ მთელი საქართველო უნდა მოიაროს და რაღაცა შეაგროვოს და ეს გლეხიც წაყვება. მთელი ეს წიგნი, ეს უზარმაზარი წიგნი არის მათი სიარულის და მათი თავგადასავლების თხრობა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მხატვრული ტექსტი. ამავე დროს ეს არის ენციკლოპედიაც ეს წიგნი. ამ მხატვრულ ტექსტში ჩართულია შიგნით ინფორმაცია მეცნიერული ხასიათის. მაგალითად, სადღაც რომ მოხვდებიან რომელიმე ოჯახში, ეს ადამიანები, სადაც ღამე უნდა გაათენონ, იწყება საუბარი რაღაც ნებისმიერ მოვლენაზე, მაგალითად, წვიმა წამოვა და რაღაცა წვიმა როგორ მოდის ან როგორ ჩდება და იწყება სამეცნიერო, მეცნიერული ინფორმაციის გადმოცემა იოანე ბერის პირით. ასე რომ ეს არის ფაქტიურად ენციკლოპედია, სამეცნიერო ინფორმაცია, რომელიც ჩართულია რომანში. ეს არის ფაქტიურად პირველი ქართული რომანი. მანამდე ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ აი ამ რომანი, რასაც კი ასეთი ჟანრის ნაწარმოები ჩვენ არ აგვაქვს. მაგრამ აი ეს ხუმარ სწავლა, იგივე კალმასობა, თავისი მხატვრული ჩარჩოთი, აი ჩარჩოს რას უწოდებთ, იცი, აი სულხან საბას სიბზნესიც რო ისა ყველა მიცით. აი იქ არის მემკვიდრის აღზრდის ამბავი ჩარჩო და შიგნით არის დიალოგების ფორმით ჩართული იგავ არაკები. აი აქაც ესე ჩარჩო არის ეს ამბავი, ეს ორი ადამიანი რო დადის აქეთ-იქით და რა თავგადასავლებიც გადახდებათ მათ, ამის მოყოლა არის ერთი და შიგნით ჩართული ინფორმაციები ფაქტობრივად ერთთლიანობაში არის ენციკლოპედია. ამიტომ ეს არის ძალიან უცნაური ჟანრის წიგნი, ძალიან დიდი წიგნი, რომელიც ძალიან გვიან მოვიდა საქართველოში, დიდხანს არ იყო ცნობილი. როგორც იმ კითხულისთვის მოსაწყენი რომ ყოფილიყო სპეციალურად განავრცო დიალექტებით და დიალოგებით ეს ნაწარმოები და კარგი გააკეთა, იმიტომ რომ სასიამოვნო წესაკითხი წიგნია და დიდ განათლებასაც გვაწვდის. კი, მართალია, ეს ძალიან ზუსტი შენიშვნაა, რომ ძალიან ყოფითი და სამეტყველო ენით არის მოყოლილი მთელი ამბავი. ანუ არ არის გამოყენებული ეგრეთ წოდებული სამი სტილის თეორია, ანტონ კათალიკოსის მიერ დამკვიდრებული თეორია მე-18 საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო, სადაც ეგრეთ წოდებული მაღალი შტილით წერა იწვევდა ძალიან დიდ პრობლემას კითხვის დროს, რადგან იქ თითქმის პირიანიზმები არ იყო გამოყენებული და ძალიან ძნელად აღსაქმელი ტექსტი იყო, არქაიზებული სიტყვებით, ლექსიკით და ასე შემდეგ. მართალია, ძალიან ყოფითი მეტყველებისთვის დამახასიათებელი ლექსიკით არის გადმოცემული ეს ამბავი. ეს ამბავი თავისთავად არის ძალიან სასაცილოც ხანდახან და ძალიან ტრაგიკულიც, რადგან ეს ადამიანები რო დადიან ძალიან ხშირ შემთხვევაში ბერი, როდესაც რაღაცას ცდილობს აუხსნას საზოგადოებას, უყვება, ცდილობს რომ განათლება შეიტანოს, ძალიან ხშირად მას შეურაცხყოფას აყენებენ და ხშირად ცემენ, ხშირად ამცირებენ და აი ამ თვალსაზრისით ეს ნაწარმოები და აი ეს ორი პერსონაჟი ძალიან გავს ევროპული ლიტერატურის ეგრეთ წოდებულ, აი პირობითად რო ვთქვათ, მოხეტიალე წყვილის მოდელს. ასეთი ვთქვათ, მხატვრული მოდელი არსებობს ერთ-ერთ ყველაზე კარგ ნაწარმოებში, რაც კი დაწერილია მსოფლიო ლიტერატურაში, ეს არის მიგელ დე სერვანტეს საავედრას მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი. და ასევე ეს მე-16 საუკუნეში დაწერილი წიგნია, ანუ აღორძინების ხანის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწარმოები და მეორე წიგნი, რომელშიც ასევე ძალიან საინტერესოა ასეთი ორი პერსონაჟის მუდმივი სიარული აქეთ-იქით, ეს წიგნი მე-19 საუკუნეში დაწერა ერთმა ბელგიელმა ფრანგ ენოვანმა მწერალმა შარლ დე კოსტერმა. ამ წიგნს ეწოდება ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდა. ორივე ეს წიგნი მოგვითხრობს ამბებს, როგორ დადის ორი ადამიანი კუთხიდან კუთხეში
და ცდილობენ რაღაცა სიკეთე გააკეთონ. დონ კიხოტი იბრძვის კეთილი იდეალებისთვის. ის სულ ცდილობს, რომ სიკეთის მნიშვნელობა აჩვენოს საზოგადოებას. სასაცილოც არის ამ დროს დონ კიხოტი, მაგრამ ამ დროს ტრაგიკულიც არის ის ყველაფერი, რაც ამ წიგნშია მოთხრობილი, ისევე როგორც ულენშპიგელი, ასევე გამხდარი, ასევე მაღალი როგორც დონ კიხოტი და ასევე სასაცილო მხლებლით ისიც დადის ფლანდრიაში კუთხიდან კუთხეში და ცდილობს, რომ სიკეთისა და თავისუფლებისთვის იბრძოლოს. ეს არის ძალიან ცნობილი ძეგლი, რომელიც მადრიდში დგას. ეს არის დონ კიხოტისა და მისი სასაცილო მხლებლის სანჩო პანსას ძეგლი. ამას მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც მთელი მსოფლიო იცნობს ამ ერთ-ერთ საუკეთესო რომანს მსოფლიო ლიტერატურაში. რუსებმა გადაიღეს კარგა ხნის წინ ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდში ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდა და აი ამ ფილმიდან არის ეს კადრი. ეს მაღალი და აწოწილი არის ულენშპიგელი, დაბალი და მსუქანი არის ლამე გუძაკი. ისინი გარეგნული ნიშნებითაც გვანან სერვანტესის გმირებს. დონ კიხოტს მაღალს და გამხდარს და დაბალ და მსუქან სანჩო პანსას გავს ლამე გუძაკი. ბიოლოგიური კომიზმს უწოდებენ ხოლმე აი ასეთ პერსონაჟებს, დაბალ, მსუქან, საყვარელ და სასაცილო ტიპებს. ულენშპიგელიც და სერვანტესის გმირიც, დონ კიხოტიც არიან მაღალი იდეალებისთვის მებრძოლი ადამიანები და მათი მხლებლები ძალიან ჩვეულებრივი, ძალიან ყოფითი პრობლემებით დაინტერესებული ადამიანები არიან, რომლებიც არ ფიქრობენ იმ მაღალ იდეალებზე. მათ აინტერესებს ძალიან ჩვეულებრივი, ვთქვათ, ჭამა აინტერესებს, სმა აინტერესებს, უნდა კარგი ცხოვრება და ასე შემდეგ. ანუ ისინი ამ თავისი გვერდით ყოფნით უფრო გამოკვეთენ ამ მთავარი პერსონაჟის ღირსებებს, სულიერ ღირსებებს და აი ამ ჩვენ წიგნშიც, რომელზეც ახლა გესაუბრებით, ხუმარსწავლაშიც არის ორი ასეთი პერსონაჟი. ერთი ბერია, რომელიც აი სწორედ იქ გარეგნობა არ ჩანს, მაგრამ თავისი არსებობით, თავისი პრინციპებით ძალიან გავს სერვანტესის და კოსტერის მთავარ გმირებს. დონ კიხოტსა და ულენშპიგელს. ხოლო მისი მხლებელი ისეთივე სასაცილოა, ისეთივე მიწიერი ინტერესებით შეპყრობილი ადამიანია, როგორც სანჩო პანსა და ლამე გუძაკი. მასაც ძალიან აინტერესებს მხოლოდ კარგად ცხოვრება, კარგად ყოფნა, საჭმლის შოვნა და კარგად დაძინება და მეტი არაფერი არ უნდა. ამ პერსონაჟების სიარულში ჩანს მთელი ფეოდალური საქართველო, სიბნელე საქართველოს, რადგან ყველგან სადაც ისინი მიდიან, ყველგან ხვდებიან უმეცრებას, უკულტურობას, გაუნათლებლობას, რასაც ცდილობს ეს ბერი, რომ შეებრძოლოს და რაღაცა თავისი უთხრას გააგებინოს ამ ადამიანებს. მაგრამ აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ამ ეპიზოდებში ეს თავდება მისი კრახით, ისევე როგორც დონ კიხოტის მისწრაფებები თავდება ხოლმე კრახით, როდესაც ის ებრძვის, თქვათ, თავის წარმოსახვაში არსებულ ურჩხულებს და სინამდვილეში ქარის წისქვილებს. ერთდროულად თითქოს სასაცილოა ესეც, მაგრამ აი ქართველი მწერლის წიგნში ეს ყველაფერი ბევრად უფრო ტრაგიკულია, რადგან ამ ისტორიას ყვება ადამიანი, რომლის თვალწინაც დაინგრა საქართველოს ფეოდალური მონარქია, დაკარგა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და გახდა უცხო ქვეყნის რუსეთის ნაწილი. და ეს არის ის კაცი, რომელმაც დაკარგა ტახტი, დაკარგა სამშობლო, ის ვეღარასოდეს ვეღარ დაბრუნდა თავის ქვეყანაში და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული წიგნი, რაც ქართულ ენაზე დაწერილა. ასეთი მძიმე სურათი არ არის არც ერთ სხვა ქართულ ნაწარმოებში, როგორც ხუმარსწავლაში და აი სწორედ ყველაზე სასაცილო პერსონაჟი ზურაბ ღამბარაშვილი, აი ეს გლეხი ბოლოს თავს იკლავს, თვითმკვლელობით ასრულებს ცხოვრებას. ანუ ყველაფერი ნადგურდება ამ წიგნში, ყველანაირი კეთილი იდეალი იმსხვრება და ისპობა, იმიტომ რომ ასეთი მძიმე განწყობილებაა იმდროინდელ საქართველოში და აი ამას გამოხატავს მწერალი. ძალიან ხშირად აჩვენებს ის სხვათა შორის ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული აზრით წინაპირობაა ილიას კაცი ადამიანისთვის, ისეთივე სიჩრუნგე, ისეთივე გაუმაძღრობა, ისეთივე მხოლოდ მატერიალური ინტერესები და მეტი არაფერი, რომ მხოლოდ ჭამა და სმა და კარგი ცხოვრება, კარგი ძილი და მეტი არაფერი არ უნდა ადამიანს. სულ არ ფიქრობს ახლობელზე, ან სხვაზე, ან თანამემამულეზე, სულ არ ფიქრობს ქვეყანაზე. აი ასეთი სცენებით სავსეა ეს წიგნი. და მაინც შეიძლება ითქვას, რომ მთავარი იდეა და მთავარი აზრი, სხვათა შორის ეს უცნაური მხატვრული ხერხია, იკვეთება პერსონაჟის და ავტორის საუბარში. ავტორი იოანე ბატონიშვილი ამ წიგნის პერსონაჟიც არის.
ერთ ეპიზოდში გამოჩნდება, რომ აი ეს იოანე ბერი მიდის თვითონ ამასთან, იოანე ბატონიშვილთან და უყვება რაღაცეებს და უყვება მათ შორის თავის ისტორიებსაც, სად როგორ შეხვდნენ და რა მოხდა და ეს ამშვიდებს და ეუბნება ბიბლიურ ფრაზას, ნეტარიყვნენ დევნილნი სიმართლისათვის, რამე თუ მათი არის სასუფეველი ცათა. ეს მაცხოვრის სიტყვები მე მეორდება რამდენჯერმე ნაწარმოებში, როგორც გარკვეული გასაღები ამ ნაწარმოების აზრის გასაანალიზებლად, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, როგორ რეალობაშიც არ უნდა მოხვდეს, უნდა აქტიურად ცხოვრობდეს, სიმართლისთვის უნდა იბრძოდეს, რადგან ნეტარია ასეთი ადამიანი, მისია ცათასასუფეველი, ის იქნება მაცხოვართან, ასეთი აზრი დევს ამ ტექსტში, რადგან ადამიანის მოვალეობა არის მიუხედავად პირობებისა აქტიური ცხოვრება, ბრძოლა სიკეთისა და თავისუფლებისთვის. აი ამ მძიმე ძალიან ტრაგიკულ ტექსტში ასეთი იდეა თითქოს აი რაღაცა გამონათებასავით არის და თითქოს რაღაცა დიდი შვებაც კი ამ კითხველისთვის, თუმცა როგორც გითხარით, წიგნში მაინდა-მაინც დიდი იმედი და ნათელისღები არ ჩანს. არის საოცრად ტრაგიკული განწყობილებები გამოხატული. მიუხედავად ამისა, მე ვახსენე, ახლა კიდე ცოტას ვიტყვი და დავამთავრებ. ვახსენე იუმორის სასაცილო ეპიზოდები ბევრია ამ წიგნში. მიუხედავად თავის ტრაგიზმისა. მაგრამ ეს ცოტა სხვაგვარი იუმორია. აი რასაც ჩვენ ვართ მიჩვეული მე-20 საუკუნის თუ 21 საუკუნის მკითხველები, ისეთი არ არის. ერთი რუსი მკვლევარია მიხეილ ბახტინი, რომელიც ამ ტიპის იუმორს უწოდებს სატირას, ოღონდ გარკვეულს მენიპურია ეგეთი ტერმინი, მენიპური სატირა, რაც ნიშნავს, რომ აი ეს არის აი ცხოვრების ყველანაირი ჭუჭყის და სიბინძურის ჩვენება და ამაზე სიცილი. ანუ აი რაც არის ცხოვრების ფსკერზე, ხო, მართალია და რაც არის ცხოვრების ფსკერზე, აი იმის ამოტანა, იმის ჩვენება და ამის ასე ვთქვათ სიცილით დაგმობა, გაკრიტიკება. ამ თვალსაზრისით სხვათა შორის იოანე ბატონიშვილი კიდევ ერთ ევროპულ მწერალს გვაგონებს, აი ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წიგნია დაწერილი ფრანგულ ლიტერატურაში, მას ეწოდება გარგანტუა და პანტაგრუელი. იგი დაწერა ფრანსუა რაბლემ და ფრანსუა რაბლეს გამოარჩევს სწორედ აი ასეთი იუმორი. სატირა, უფრო ზუსტად სატირა, ის დასცინის ყველანაირი ჭურჭყს და ყველანაირ სიბინძურეს და ყველანაირ გადაგვარებას ადამიანის ბუნებაში და ის რომ ბატონიშვილის ეს ტექსტი შორეულად გარკვეულ ასოციაციას იწვევს ამ რაბლეს ტექსტის, შენიშნული აქვს ერთ ძალიან კარგ ქართველ პოეტს, ტიციან ტაბიძეს, დაახლოებით 1 საუკუნის მერე იოანე ბატონიშვილის გარდაცვალებიდან მას მხოლოდ ნაწილი ჰქონდა ამ წიგნის საკითხული. მაშინ ხმარსავლა მთლიანად არ იყო ნაპოვნი ეს ტექსტი და ის ნაწილი, რომელიც მას ჰქონდა საკითხული, იყო ცნობილი კალმასობის სახელით. მაშინ კორნელი კეკელიძემ და ალექსანდრე ბარამიძემ გამოსცეს ნაწილი ამ ტექსტის და უწოდეს კალმასობა. და ტიციანს აქვს ერთი ესეთი საინტერესო ლექსი, ქვია შემოდგომის დღე ოქრო ყანაში. და ქვემოთ მიწერილი აქვს რაბლე და კალმასობა. და ესეთი სტროფებით ამთავრებს ამ ლექსს. მეც ჩაუჯდები ჩემ პანტაგრუელს, პანტაგრუელი პერსონაჟია, როგორც გითხარით, ფრანსუა რაბლეს პირველი წიგნის პირველი ნაწილის. მეც ჩაუჯდები ჩემს პანტაგრუელს, ცხენის ჭიხვინი მესმის რაბლესი და როცა ქარი სულ გამაყრუებს, გამოდის ლანდი იოანესი. თითქო გავიდა ეს 100 წელი და ერთი წუთით გადაიშალა. ვარ მოკალმასე მეც აწინდელი და საკალმასო გრძელია შარა. ვარ მოკალმასე მეც ამას რო წელს ტიციანი გულისხმობს სწორედ აი მაღალი იდეალებისთვის მებრძოლ ბერს, რომელიც თითქოს საკალმასო, თითქოს სამათხოვრო დადის, მაგრამ სინამდვილეში ცდილობს, რომ ეს საზოგადოება გარდაქმნას ცოტა უკეთესი გახადოს, ვიდრე არის. ამას ცდილობს მეცნიერული ინფორმაციის მიწოდებით, ზნეობის ქადაგებით, მორალისტური შეგონებებით, მაგრამ არაფერი არ გამოსდის. და როდესაც ტიციანი ამბობს, რომ მეც მოკალმასე ვარ, ანუ მეც ვცდილობ იოანე ბერივით რაღაცას მივახციო და საკალმასო გრძელია, ანუ დაუსრულებელია ეს გზა, ის თავის რეალობას გულისხმობს. ეს ლექსი 30-იან წლებშია დაწერილი და სულ 5-10 წლის მერე ტიციან ტაბიძეს დახვრეტს
საშინელი ტერორისტული მანქანა, რომელიც ბოლშევიკებმა შექმნეს და მას არ აპატიებენ იმ თავისუფალ აზროვნებას და იმ თავისუფალ პოეზიას და იმ ყველა იმ მორალურ ზნეობრივ პრინციპებს, როგორითაც ცხოვრობდნენ ის და ცისფერყანწელები და ტიციანი შეეწირება ამ წითელ ტერორს. მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა, ეს უკვე სხვა ეპოქაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. ხომ არ გაქვთ რამე შეკითხვა და ხომ არ გაინტერესებთ აბა? აი როგორც თქვენ აღნიშნეთ და კორნელ კეკელიძე და ალექსანდრე ბარამიძე წერდნენ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ივანე ბატონიშვილს ხალხის განათლებისთვის და ისიც ცდილობდა რომ ხალხი დაეხმარებინა ევროპული კულტურისთვის. მე მაინტერესებს კიდევ იქიდან გამომდინარე, აი თვითონ ამ ბერისა და ხალხის ხიჩატეხილობას შორის ხო შეიძლება გაიგოს პარალელი. შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ ივანე ბატონიშვილი იყო ერთ-ერთი იდეოლოგიური წინამორბედი თერგდალეულების. კი, როგორ არა, ეს ძალიან ზუსტი შენიშვნაა და ძალიან კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ სწორედ ის, რაც თქვათ მერე ილიას შემოქმედებაში ერთ-ერთი ძალიან არსებითია, ეს არის ქართველი ერის ნაკლის მხილება. ეს სწორედ აქ იწყება. იწყება ძალიან დიდი სიმძაფრით და ძალიან დიდი ტკივილით არის გამოხატული და აი ილია რასაც წერს, ჩვენისთანა ბედნიერი განა არის, სადმე არის, როდესაც დაცინის ქართველებს, როდესაც ლუარსაბის და დარეჯანის სახეებს ქმნის, რომ აი რატომ არის ასე ცუდად კითხავს გაკვირვებული მკითხველი, იმიტომ რომ ქართველია მოგიგებთ სრულიად დარწმუნებული რომ კაი საბუთი გითხარით. აი ქართველების მთავარი თვისება სიზარმაცე, გაუნათლებლობა, უკულტურობა და ჩამორჩენილობა, რაზეც ილია ამდენს ლაპარაკობს, რის გამოც მას ამდენს აკრიტიკებენ და ამდენს ლანძღავენ, აი ეს ყველაფერი მართალია. იწყება ივანე ბატონიშვილის ხუმარსწავლაში. იქ არის ნაჩვენები უზარმაზარი სურათი ამ ფეოდალური საქართველოს ჩამორჩენილობის და ზნეობრივი ნორმების ნგრევის, დეგრადაციის, ადამიანის სულიერი დეგრადაციის და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თერგდალეულების შემოქმედებაში ძალიან არსებითია და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, აი ამითიც უახლოვდებიან ერთმანეთს, თქვათ ილია და ივანე ბატონიშვილი, რომ ილიაც გამოსავალს ხედავდა განათლებაში მხოლოდ. ის ამბობდა, რომ თავარი, რასაც უნდა მოხმარდეს, თქვათ, აი ის ბანკის სათავადაზნაურო ბანკის შემოსავალი, ეს არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც დაარსებს სკოლებს, რომელმაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა. სხვათა შორის, მანში აი ამ ორგანიზაციამ დაიწყო ის, რაც დამთავრდა ივანე ჯავახიშვილის თაობის მოსვლით საქართველოში უნივერსიტეტის შექმნით. თვითონ ილიამ სამწუხაროდ ვერ მიაღწია ამას, იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ეგრეთ წოდებული მამების თაობიდან, როდესაც იმპერატორი ჩამოდიოდა საქართველოში და ილია და მისი თაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ უნივერსიტეტის გახსნის ნებართვა მოეპოვებინათ, მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან აი უფროსებმა მერე ეს თხოვნა შეცვალეს და იმპერატორს თხოვეს ის, რაც ისედაც ჰქონდა მას გადაწყვეტილი და ისედაც უნდოდა სამხედრო სასწავლებლის გახსნა საქართველოში და არა უნივერსიტეტის და ილია ვერ მოესწრო, იგი როგორც იცით 9-7 წელს მოკლეს, ხოლო 9-18 წელს გაიხსნა თბილისში პირველი უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის და მისი თაობის წყალობით. ამდენად ძალიან სწორი და კარგი შენიშვნაა ეგ, რა თქმა უნდა არის ბევრი საერთო მათ შორის კი. თქვენ გინდოდათ რაღაც გეკითხათ? მაინტერესებს, ანუ როგორც ვიცი, კალმასობა ქვია ამ წიგნს რეალურად და ხუმასწავლოს თვითონ ავტორი უწოდებდა და ასე. ბოლოს რომ თავდება, ანდერს უწოდებენ მაგას წიგნის ანდერს, იქ წერს გასულ და წიგნი ესე ხუმარსწავლა. მაგრამ ეს ბოლო ნაწილი არ იყო მაშინ ნაპოვნი, პირველად რო გამოსცეს, დასაწყისი გამოსცეს და არ იცოდნენ რა ერქვა ამ წიგნს და ამიტომ პირობითად უწოდეს ხუმარსწავლა. კიდევ მაინტერესებს, როგორც მე-19 საუკუნეში აღიქვამდა ქართველი ამ ნაწარმოებს, ისე როგორც თუნდაც მე-20-ში აღვიქვით. ალბათ, ძნელი სათქმელია. საერთოდ მე-19 საუკუნის ქართული საზოგადოება და ქართული აი ლიტერატურა როგორი იყო, ეს არის ძალიან საინტერესო და ცალკე საუბრის თემა. რა თქმა უნდა, რაღაც გავლენას მოახდენდა ის. თქვათ ისეთ ადამიანებზე, როგორც იყვნენ ილია და მის მეგობრები. რასაკვირველია, ამ წიგნის საკითხვას ექნებოდა ალბათ რაღაც გამოხმაურებაც და ექნებოდა მნიშვნელობაც. ამ წიგნს ძალიან აფასებდა, ვთქვათ, გერონტი ქიქოძე, რომელსაც ასევე მთლიანად არ ჰქონდა წაკითხული. ეს არის მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლიტერატურის ისტორიკოსი, მწერალი და თარგმნელი. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამას კითხულობდა, მის ფასკი გრძნობდა, მაგრამ აი როგორც გითხარით, ის მეცნიერული ინფორმაცია, რაც არის ამ წიგნის ყველაზე დიდი ნაწილი, უკვე მოძველებული იყო მე-20 საუკუნეში. ბრძანეთ. თქვენ კი ბატონო.
მე ვიცი რომ კალმოსობის გარდა ბევრი სხვა ნაწარმოები შექმნა და გადათარგმნა კიდევაც და მაინტერესებს როდესაც თარგმნიდა მაშინვე იცემოდა ეს გამოცემა? არა. ყველაფერი მის არქივში დარჩა, ან პეტერბურგში დარჩა და ძალიან გვიან მოაღწია მან ყველაფერი. აი თქვათ, მისი, თქვათ ადამ ფერგუსონის ერთი წიგნი თარგმნა მან, ფაქტიურად ის უცდილობდა სახელმძღვანელოები ეთარგმნა, აი მაგალითად ლოგიკა, ფილოსოფიის ისტორია, აი ესეთ რაღაცებს თარგმნიდა, რომ წაიკითხა მერე ქართულ საზოგადოებას და აქედან მიიღო ის ინფორმაცია, მაგრამ ძალიან დიდი დაგვიანებით ჩამოვიდა ის თარგმანებიც და ყველაფერი. თქვენ გინდოდათ რაღაც? გავაგრძელებ არქივის კითხვას და ანუ ქართველი ხალხის არქვა 19 საუკუნეში როგორ თვლით მასებს რო წაიკითხა ეს და რა ვთქვათ ისტორიკოსებს, წერლებს, მოღვაწეებს მზად იქნებოდა ქართველი ხალხი თავისი ნაკლოვანებების აღსაქმელად ეს აგრესიას არ გამოიწვევდა იმპერიად. გამოიწვევდა აგრესიას, ყოველთვის იწვევს ის, როდესაც გეუბნებიან, რომ აი რაღაცა ნაკლი გაქვს, რომ ხო, სიმართლე მწარეა, რა თქმა უნდა. ეხლა კაცმა რა თქმა უნდა, როგორც თქვათ, ილიას უამრავი კრიტიკა შეხვდა, ასევე შეხვდებოდა ამასაც ალბათ. სავარაუდოდ. ეხლა კაცმა რო თქვას, აი აქ რაც არის მხატვრული ამ წიგნში, მარტო ის რო გამოიცეს, თქვენ მას სიამოვნებით წაიკითხავთ, არ მოგწყინდებათ. კარგი წასაკითხიც არის, თუმცა კი ცოტა ენობრივად თქვენთვის მოძველებული იქნება და არქაიზებული ფორმებია ბევრი, მაგრამ მაინც წაიკითხავთ და აი ის დიდი ნაწილი, რაც ენციკლოპედიური მასალაა, ის უკვე საერთოდ შეუძლებელია თქვენმა თაობამ წაიკითხოს ან 21 საუკუნის იმან, იმიტომ რომ ის უკვე ძალიან უინტერესო აღმოჩნდება. იმდროინდელი ქართველი ხალხისთვის რომ მიეღწია ამ ხომარსწავლას გაიგებდა იმდროინდელი ხალხები და თავადაზნაურად. კი, იმიტომ რომ ეს ნაწარმოები, აი როგორც გითხარით, დაწერილია ძალიან მარტივი სასაუბრო სამეტყველო ქართულით. არ არის დაწერილი იმ ენით, რომლითაც იოანე ბატონიშვილი წერდა სამეცნიერო თხზულებებს ან თარგმნიდა. აი ისინი სხვაგვარად არის დაწერილი. იმის გაგება უფრო ძნელია სხვათა შორის იმდროინდელი საზოგადოებისთვის, ვიდრე აი ამ მხატვრული ნაწილის, ამ ჩარჩოსი. ის ძალიან მარტივია და ძალიან ადვილი აღსაქმელია. მაინტერესებს თქვენ ტიციან ტაბიძე ახსენეთ ამას მოწონდა იონეს ნამუშევარი და სხვა უფრო თანამედროვე წერილების და კომენტარები თუ არის მისი ნამუშევრის შესახებ. ცალკე ესე რაღაცა რომ დაეწერათ მე თანამედროვე მწერლობაში არაფერი არ მახსენდება, ერთი როგორც გითხარით, აი აკა მორჩილაძეს როგორც ჩანს ძალიან უყვარს ეს ნაწარმოები, იმიტომ რომ იყენებს აგვისტოს პასიანსის დასაწყისში და იყენებს ძალიან ორიგინალურად. აი მოდერნიზმი, უпростоოდ პოსტმოდერნი ქვია სწორედ მაგას, როდესაც ძველ ტექსტს გააცოცხლებ ახალი შინაარსით და აი ფაქტიურად ის ორი პერსონაჟი ჟურაბა და იოანე აგვისტოს პასიანსშიც გვხვდება. ოღონდ ისინი მოგზაურობენ არა მე-18 საუკუნის საქართველოში, არამედ თანამედროვე მე-20 საუკუნის ვაკეში და რაღაცა აი ასეთი სასაცილო ისე აქვს შემოტრიალებული აკა მორჩილაძეს, მაგრამ ძალიან საინტერესოა საერთოდ მას ახასიათებს კლასიკური ტექსტების გამოყვანება ამგვარად ვეფხისტყაოსანიც აქვს მას ძალიან საინტერესოდ გადამუშავებული ამ პოსტმოდერნული ხედვა ძალიან საინტერესოა ამ ძველი ტექსტების. კიდე ხომ არა გაქვთ რამე? სხვადასხვა ეპოქებში საზოგადოებას და ქვეყანას სხვადასხვა პრობლემები აქვს ალბათ დამეთანხმებით და ცოტა რთული ხომ არ არის სხვადასხვა ეპოქების ნაწარმოებებთან პარალელის გავლება და შედარება. კი, რასაკვირველია. ყოველთვის გარკვეული პირობითობაა, როდესაც ერთ რამეს მეორეს ვადარებთ მხატვრულ სამყაროს, მით უმეტეს სხვადასხვა ქვეყნების. რასაკვირველია, მაგრამ აი იდეის დონეზე აი ის რომ ადამიანის ვალი არის იბრძოლოს თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის, აი ეს იდეა ერთნაირი მხატვრული ფიგურებით გამოსახეს, თქვათ, სერვანტესმა, შარლ დე კოსტერმა და იოანე ბატონიშვილმა. ეს შეგვიძლია ვთქვათ, თუმცა სტილით ისინი ძალიან განსხვავებული მწერლები არიან. მხატვრული ოსტატობითაც რასაკვირველია, იმიტომ რომ ახლა იოანე ბატონიშვილს ჩვენ სერვანტეს ვერ შევადრით. ძალიან დიდი განსხვავებაა, თუმცა კი აი შარლ დე კოსტერს, რომელსაც გამოყენებული აქვს ფაბლიოები და შვანკები, ანუ ხალხური, ფოლკლორული მასალა აქვს გამოყენებული, აი იქ იმ ეპიზოდებით, როგორც ხუმარსწავლაში, აი აქ გაცილებით მეტია საერთო.
ისევე როგორც აი ამ თავისი რაღაც უცნაური სატირით უახლოვდება რაბლეს, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან დიდი განსხვავებაა იმ ფორმით და სტილის თვალსაზრისით. ეხლა სად რაბლეს, სად ბატონიშვილი, ძალიან სხვადასხვა მხატვრული სამყაროა, მაგრამ აი რაღაც გარკვეული თანხმედრები არსებობს, იმიტომ რომ პირველად სწორედ აღორძინების ხანაში, აი სერვანტესის და რაბლეს ეპოქაში დგება, აი ეგ იდეა, რომ ადამიანი არის სამყაროს ცენტრში, ადამიანი არის სხვაგვარი მოვლენა, არ შეიძლება მხოლოდ ისე შევხედოთ, როგორც შუა საუკუნეების აი ძალიან მკაცრად ასკეტური ქრისტიანული დოგმების თვალსაზრისით უყურებდნენ, რომ მხოლოდ სულია მთავარი და დანარჩენი სულ ერთია. ანუ აღორძინება თვითონ ტერმინი ნიშნავს იმას, რომ დაბრუნდა ის ანტიკური იდეალები, როდესაც მიჩნეული იყო, რომ მშვენიერი სული მშვენიერ სხეულში, ანუ ადამიანი ჰარმონიულია. ეს ქრისტიანობამ უარყო, ქრისტიანობამ გათიშა ეს ორი საწყისი და თქვა, რომ აი კვაზიმოდოც მშვენიერი შეიძლება იყოს ურჩხულივით უშნო, მაგრამ სამაგიეროდ სულიერად მაღალი და ლამაზი. ანუ მთავარი არის სული და არავითარ მნიშვნელობა არ აქვს გარეგნობას. თუმცა კი ამას მეორე უკიდურესობა მოყვა, თუ მატერიალური ყველაფერი დასაგმობი და უარსაყოფია, მაშინ აი ეს ჩვენ კაცთა მოქცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა, აი თითქოს რაღაც იქითკენ მივდივართ, სადაც წყემსიქალი და ბერი რო საუბრობენ ილიას განდეგილში, ხო კი, მაგრამ ღმერთმა რატო შექმნა ასეთი ლამაზი მაშინ ეს ყველაფერი, თუ ყველაფერი უარსაყოფია. აი სწორედ აღორძინების ხანის ევროპაში იწყება იმ ანტიკური იდეალებით და ანტიკური ტექსტებით დაინტერესება და ადამიანი მთელი თავისი ამ შინაგანი სამყაროთი, ტკივილით, ფიზიკური თუ სულიერი თუ მორალური და ზნეობრივი ყველანაირი ასპექტით აინტერესებს უკვე ხელოვნებას და იმაშინ დგება აი ეს ადამიანი საზოგადოების იდეალებისთვის მებრძოლი, აი ესეთი სახეები მაშინ იქნება, როგორც თქვა სერვანტესთან, როგორც თქვა შექსპირთან. სერვანტესი და შექსპირი ერთი ცნობის მიხედვით ერთ დღეს გარდაიცვალნენ, ეს ერთი ეპოქაა. აი როდესაც შექსპირი წერს იმ თავის ტრაგედიებს ან კომედიებს, მაშინ იქნება სწორედ დონ კიხოტი. ეს ძალიან საინტერესოა ევროპაში, რომ აი ყველას აინტერესებს ადამიანი როგორც სამყაროს ცენტრი და ადამიანის შინაგანი სამყარო. ოღონდ ну ახლა შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სინამდვილეში სხვა ვითარება გვაქვს ჩვენთან აღორძინებისთვის დამახასიათებელი თემები და იდეალები გაცილებით ადრე იწყება თითქოს ამ წერილობაში ვეფხისტყაოსნის ეპოქაში, მაგრამ მე სრულიად ქრება და სადღაც აი მე-18 საუკუნის ბოლოს შეიძლება შევნიშნოთ რაღაცა, რაც აახლოებს ევროპულ კულტურასთან. იმხელა ჩავარდნა მანამდე. იცით რა მინდა მკითხოთ, მაინტერესებს, აი რამდენიმე კითხვის წინ იყო ეს ჩაგითხრა, რომ სხვადასხვა ეტაპზე ქვეყანა სხვადასხვა პრობლემის წინაშე დგას. და მაინტერესებს ამეთანხმებით თუ არა, იმაშა დღესაც ჩვენ აი ამ იოანე ბატონიშვილს ვიხსენებთ, იმიტომ რომ დღესაც ვდგევართ საზოგადოებრივი აზრის ამაღლების, ანუ ეს პრობლემა დღესაც არსებობს. დღესაც ვიბრძვით იმისთვის, რომ რაღაცა მხრივ საზოგადოებრივი განათლება აღმაღლდეს და ფიქრობთ, რომ დღესაც აქტუალური არის ძალიან, ანუ აზრობრივად ეს ნაწარმოები. რა თქმა უნდა, საერთოდ კარგი მხატვრული ნაწარმოები არასდროს არ კარგავს თავის აქტუალობას. რა თქმა უნდა, დღესაც აქტუალურია. ეხლა თქვენ თაობაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩემი თაობა გაიზარდა საბჭოთა პერიოდში, როდესაც იმდენად ბევრი რამე იყო შეზღუდული და იმდენად წირი გქონდა ჩვენ ინფორმაცია ევროპულ და საერთოდ სოფლიო კულტურაზე და ისტორიაზე, რომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენ ახლა თავისუფალ ადამიანებად ჩამოვყალიბებული ყავით და ბევრი რამისთვის მივეხსია. ახლა თქვენ სულ სხვა ვითარებაში იზრდებით, აი ამ განათლებას ახლა თქვენი თაობისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვენი განათლების დონეზეა დამოკიდებული მომავალი ამ ქვეყნის. ქვეყანას არ აქვს მომავალი თუ განათლება არ არის თანამედროვე მსოფლიოს დონეზე. რა თქმა უნდა, საქართველოში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ აი თქვენ თაობას, თქვენ შემდეგ თაობას შევუქმნათ იმის პირობები, რომ მიიღონ კარგი განათლება. აი რატომ დაიწყო ნამდვილი აი რენესანსივით მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ კულტურაში, იმიტომ რომ ივანე ჯავახიშვილმა მოახერხა, რომ ყველა ვინც გაბნეული იყო მთელ მსოფლიოში, ყველა ქართველი კარგი მეცნიერი ჩამოეყვანა საქართველოში და მათი ძალებით შექმნა უნივერსიტეტი. აი ამ უნივერსიტეტმა მერე შექმნა საფუძველი, რომ ქართული კულტურა, სხვათა შორის ქართველი მწერლები ძალიან ბევრი იყო წასული ევროპაში, ბევრი მიიღო იქ განათლება. აი ეს კავშირი ევროპასთან რო დაიკარგა 30-იანი წლების მერე, ამან ძალიან დააზარალა ქართული კულტურა და მეცნიერება განსაკუთრებით. ეხლა თქვენთვის ყველა გზა გახსნილია, ამიტომ მე თქვენ გირჩევთ, რა თქმა უნდა, რომ ბევრი იკითხოთ, ბევრი იფიქროთ და თქვენ ხელშია ამ ქვეყნის მომავალი. აი ისიც
ასეთ რაღაცებს გაიხსენებენ თუ არა საქართველოში, ასეთ რაღაცებზე ილაპარაკებენ და წაიკითხავენ თუ არა, ესეც ყველაფერი თქვენ თაობაზე და თქვენ მონდომებაზეა დამოკიდებული. წესიერი, კარგი განათლების სისტემის შექმნას უზარმაზარი თანხები ჭირდება. ამას ჭირდება ძალიან დიდი ნება სახელმწიფოსი და აი მიზან დასახულობა, რომ შენ ქვეყანაში ეს უნდა მოაწესრიგო. ჯერჯერობით ეს მხოლოდ სიტყვების დონეზე გვაქვს გაცნობიერებული და არა საქმის. ჩვენ უნდა დავამთავროთ ახლა ბავშვებო, ძალიან საინტერესო იყო თქვენი შეკითხვები და მე იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც საინტერესო იქნებოდა ეს, რაზეც ვისაუბრეთ და მე მომავალშიც ალბათ გექნებათ იმის სურვილი, რომ ხანდახან ან ინტერნეტში ნახოთ, ან ისე წიგნში ჩაიხედოთ და მსგავსი რაღაცები წაიგითხოთ, რადგან ეს თქვენთვის, თქვენი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა იცოდეთ თქვენი ისტორია და თქვენი კულტურა. დიდი მადლობა ყოველ ერთხელისთვის.